მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს 2026 წლის 22 ივნისია. ვფიქრობ საქართველოში 2 დღის შემდეგ მოისმენთ ჩემს გამოსვლას, რადგან ტექსტის თარგმნა საჭირო. მე კი მსურს ყურადღებით მოისმინოთ თითოეული სიტყვა, რასაც დღეს გეტყვით. სიტყვით გამოსვლა დღითი დღეს სულ უფრო მიჭირს. თუმცა ამ პრობლემას ასე ვერ დავტოვებ. რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული როგორც თქვენი მომავალი, რომ დაბერდებით ან ავად გახდებით და ღმერთთან უკნას უფულოდ დარჩებით. ასევე მთელი ქვეყნის მომავალიც რა თქმა უნდა. რადგან თუ კი დღევანდელივით წავახალისებთ თაღლითობას ქველმოქმედების სფეროში, საზღვარგარეთიდან გრანტების სახით უზარმაზარი თანხების მიღების სამომავლო შესაძლებლობას დავკარგავთ. მაგალითად, მოხუცებისთვის, სნეულთათვის, ბავშვებისთვის, მიუსაფართათვის და ასე შემდეგ. ადრე მიგვიღია, მაგრამ მე არ ვიცი, სად მიდის ბიუჯეტის ფული. ეს ჩემი პრობლემა არ არის. რადგან სახელმწიფოსთან საქმე არასდროს მქონია. კორუმპირებულ სახელმწიფოებს, ხოლო ყოფილი SSRK-ს ყველა ქვეყანა კორუმპირებულია. არ მივიჩნევ ისეთად, სადაც შესაძლებელია დღევანდელი საუბრის მსგავსი საკითხების გადაჭრა. მაშასე, მე ვსაუბრობ თაღლითობაზე. თაღლითობა არა მხოლოდ ადრე გეუბნებოდით, რომ არ შეიძლება ნაღდი ფულის მიცემა ბავშვებისთვის, რომლებიც იმ წამსვე გარბიან წებოს შესაყნოსად, ან ნარკოტიკის მისაღებად. თქვენ მათ კლავდით. დღეს ასეთი შემთხვევები შემცირდა, რადგან მთელი ეს ბანდა როგორღაც დაშალეს, ხოლო ადრე, განსაკუთრებით უკრაინაში, ქველმოქმედების სფეროში გამოცდილებას რომ ვიღებდი, მშვენივრად ვიცოდი, რომ არსებობს მაფია, რომელსაც შეუძლია ისეთი ადამიანების პოვნა, ვისაც თავიანთი გარეგნობით, უხელო, უფეხო ან რაღაც საშინელი გარეგნული ნიშნებით შეუძლიათ ეშმაკისთვის გამოგტყუონ სული. Выманивать у вас душу дьяволу. გონი გაითვალისწინეთ ჩემი ნათქვამი, რადგან შემთხვევები შემცირდა. მაგრამ გახშირდა რა გახდა უფრო საშიში. ყოფილი SSRK-ს ყველა ქვეყნის სოციალურ ქსელებში ჩნდებიან საშიში თაღლითები, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს ძალავენ ხალხს. ჩემი დისერტაცია სწორედ ამას ეხებოდა. ნამდვილი საშინელება ადრეც საშინელება იყო, როდესაც გიამბეთ ისტორია იმის შესახებ, რომ ერთ დროს კიევში უფეხო მიუსაფრები მოჰყავდათ ჩემთან. დავინახე, რომ ეს ტენდენციად იქცა. ისინი ათეულობით იყვნენ, და საავადმყოფოში ვუშვებდი, რადგან საავადმყოფოები უსახლკაროებს არ იღებდნენ. ჩაძაღლდი, შენი საქმისა შენიციო. აი ასე. ხოლო როდესაც მე როგორც პარლამენტის დეპუტატი ვრეკავდი და ვეუბნებოდი, თუ ამ ადამიანს არ მიიღებ, ციხეში ჩაქსვამ შენ ნაძირალავ, სახელმწიფოს საავადმყოფოს უფროსო მეთქი. აი მაშინ შესაძლებელი ხდებოდა სიცოცხლის გადარჩენა. შემდეგ ეს უფეხო ადამიანები ჩემს სასადილოში მოდიოდნენ. მათ ვხედავდი, ვესაუბრებოდი. გავიგე, რომ თურმე მაფია ყოფილა. ის ადამიანები, ვინც მათხოვრობით ფულს შეულობდა, როგორც წესი ლოთები ან ნარკომანები იყვნენ. მათ ნარკოტიკებს უკეთებდნენ, შემდეგ კი მატარებლის ქვეშ აგდებდნენ და მატარებელი ფეხებს აჭრიდა. იმ დროს ისინი გათიშულ მდგომარეობაში იყვნენ. რისთვის? იმისთვის, რომ მერე მისთვის ეტლი ეყიდათ და ესვათ საჭირო ადგილას, სადაც ბევრი ხალხია. ისიც დახმარებას ითხოვდა.
помощь. დამეხმარეთ. Помогите. ომის მონაწილე ვარ. Участники. ან არ ვიცი კიდევ რის. Не знаю чего. В общем, как Моклед, они объясняли, როგორ почему ხსნიდნენ იმას, რომ არ ქონდათ ფეხები და რატომ იყვნენ ასეთი შეჭირვებულები აღარ ვიცი. ეს ჩემი პრობლემა არ არის. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ попадаете თაღლითების მახეში თუ ებმებით, в сети ისინი мошенников, არა მხოლოდ ფულს, они крадут არამედ не სულსაც только გძალავენ. они крадут вашу душу. Ведь вы ხომ ხედავთ, не თქვენ, только вы. უпростоრად ჩვენ, მხოლოდ Мы თქვენ კი არა связаны მეც, с Богом только ღმერთთან совестью. მხოლოდ სინდისი გვაკავშირებს. Только მხოლოდ ის один, ერთადერთი, не тело, არა სხეული, да, არაფერი. ничем, душой, სული, совестью. სინდისი. И და когда вы როდესაც помогаете თქვენ ბანდიტებს ეხმარებით, бандитам, ну, я тогда მე მაშინ объясняю, გიხსნიდით, не делайте, ნუ გააკეთებთ ამას, потому что რადგან ко мне стали ჩემთან приходить მოდიოდნენ матери, у დედები, которых ვისგანაც брали варианты ბოშებს ახალშობილი цыган, ბავშვები მიჰყავდათ ქირით. только что родившихся მერე детей. მანქანებთან მირბოდნენ Вот, და и, ამბობდნენ, подбегали к ფული არ машинам, გვაქვს, говорили, რძე რომ «Пойдём ვაჭამოთ». помогу, не за что. Аренда ბავშვის стоила ქირა ребенку თვეში 400 $400 $400 იყო. Вот насколько აი это რამდენად был მომგებიანი бизнес, ბიზნესია თაღლითობა, мошенничество თქვენი გულუბრყვილობის ради ხარჯზე. вашей наивности. Ну, никто этим не არავინ занимался, იკვლევდა ამ საქმეს. никто никого პასუხისგებაში არავინ მიუწიათ, ответственности, მაგრამ но უკრაინაში სხვა случилась პრობლემა другая გაჩნდა. проблема. უკრაინაში ყველა, ვინც მსხვილ კრიმინალთან იყო დაკავშირებული, Кто связан ციხეებში ჩასვეს. с преступностью, ზოგიც пересажали იქვე в тюрьму, ჩახოცეს. там поубивали, и место ბანდიტების ადგილი სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიკავეს. правоохранительные органы. Ну, им как-то не მათ კი суждено რაღაცნაირად было არ ხელეწიფებოდათ უსახლკაროებისთვის ფეხების მოჭრა. ამიტომ ეს თემა ნელ-ნელა მიიჭკმალა. დღეს კი გაჩნდა ახალი თემა, ბევრად უფრო საშიში. საქართველოშიც, რუსეთშიც და უკრაინაშიც სოციალურ ქსელებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ან მართლაც დაავადებული ადამიანების ფოტოებს აქვეყნებენ და ფულის ჩარიცხვას ითხოვენ. თანაც ისე, რომ არ აქვთ მითითებული არც ავადმყოფის მისამართი, რომ ოდესმე გადამოწმება მოახერხოთ, არც ტელეფონი, რომ დარეკოთ და ჰკითხოთ, როგორ ხარ ძვირფასო მეგობარო, ჩემო თანამემამულევ. ყველაფერი ეშმაკურადაა მოფიქრებული. ისინი ისეთ სიტყვებს არჩევენ, რომლებიც გულში ჩამწვდომია. თქვენ კი დაუნანებლად, აბსოლუტურად უსინდისო და უზნეო ნაძირლებს ჯიბეში უზარმაზარ ფულს უყრით. ვფიქრობ, მთელი ყოფილი სსრგ-ს ტერიტორიას თუ გადავხედავთ, საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომელიც შეიძლებოდა ადამიანების ოპერაციებს მოხმარებოდა. რამდენი პრობლემაა. სიღატაკე. ის სულ უფრო და უფრო დაბლა ეშვება იმ საბრალო ადამიანების თავზე, ვისაც ამ საშინელ დროში უწევს ცხოვრება. გარდა ამისა, გამოჩნდნენ ნაძირლები, ვინც გიამბობთ იმაზე, რომ საქველმოქმედო ფონდები, ეს ცუდია, ეს საშინელებაა, იქ გატყუებენ. ჩვენ კი პატიოსნები ვართო. და აი შემთხვევით გავიგე, რომ საქართველოში დაახლოებით მაშინ, ეს ჩემი აზრით 9 წლის ან 1 წლის წინ იყო. 200-მდე თაღლითია, ვინც აქტიურად გძალავთ ფულს. თქვენ კი ურიცხავთ. აბა როგორ არ ჩარიცხავთ? თქვენ სულიერად ცხოვრობთ. თქვენი სულიერება კი მოითხოვს, რომ მიუახლოვდეთ ღმერთს. თქვენთან აუგრძნობთ. ხან ტირით, ხან ლოცულობთ. ვისთვის? ბოროტმოქმედისთვის. აი ზოგიერთი ფოტო, რომლის ჩვენებაც მინდა თქვენთვის. ჩვენ მივწერეთ ყველა ამ ადამიანს, ვინც მსგავსი საქმიანობით არის დაკავებული, რათა სისხლის სამართლის საქმეები არ აღძრულიყო. თუმცა როგორც აღმოჩნდა მათ წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არავინ აპირებს. ამ დღეებში შეიძლება გაჩვენოთ ამ საკითხზე შსს-თან რა მიმოწერა გვაქვს. ჩვენ ვამბობთ, ეს თაღლითობაა.
ისინი გვპასუხობენ, მტკიცებულებები წარმოადგინეთო. აბა რა მტკიცებულება არის საჭირო? ფულის შესაგროვებლად უნდა არსებობდეს საჯარო ორგანიზაცია, რომელსაც უბრალოდ ჰქვია საქველმოქმედო ფონდი. თუ გსურს ადამიანების დახმარება, მიდი და დაეხმარე. მაგრამ ამისთვის ფულია საჭირო, ან სახელგანთქმული უნდა იყო. აი ხაბენსკი, მაგალითად, დიდი არტისტია. მან ითამაშა ფილმში „ადმირალი“. ბრწყინვალედ ითამაშა. დიახ, მან შექმნა ფონდი რუსეთში. ის თავისთავად იწვევს ნდობას, რადგან თეატრშია. იქ გამოდის, მისი მონაწილეობით ფილმებს უყურებთ. აი მაგალითად ვახტანგ კიკაბიძეც, ნათელში იყოს მისი სული, რომ მოენდომებინა ვინმეს დახმარება. სხვათა შორის, უბრალო ადამიანი იყო. ერთხელ ტბასთან შევხვდი. თევზაობდა. დიახ, კარგი ადამიანი იყო. ლამაზი სულით, რომელსაც ფილმებსა და სპექტაკლებში ვხედავდით. ხოლო როდესაც არაფერი გაგაჩნია, უიღბლო ხარ, არაფრის მაქნესი. მაშინ უნდა ეძიო იღბალი მათთან, ვინც სულელი არ არის. ჭკვიანი ადამიანი, კეთილი, ღმერთისა და ყოველგვარი სიკეთის მორწმუნე. ფულს ჩაგირიცხავს და ურიცხავენ კიდეც. გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ამბობს, ფონდს ნუ ჩაურიცხავთ. აი ჩვენ ვართ, მე ვარ პატიოსანი. ჩვენ ყველას მივწერეთ წერილები. ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ ნუ ჩაიდენთ დანაშაულს. თუ კი მართლა გსურთ ქველმოქმედებით დაკავდეთ, მიბრძანდით იუსტიციის სამინისტროში და დაარეგისტრირეთ ორგანიზაცია. რისთვის არის ეს საჭირო? იმისთვის, რომ შეგამოწმონ. ანგარიში რომ ჩააბაროთ მთელ ქვეყანას. ადამიანებმა შეძლონ საიტზე შესვლა და ნახვა, რა თანხაა შემოსული. რამდენი დაიხარჯა იმისთვის, რომ მიუთითოთ მისამართი, სადაც ადამიანს შეუძლია მისვლა და ამ საშინელებების დანახვა. როგორც ცხოვრობს მაგალითად 7 ბავშვი ტუბ დისპანსერთან არსებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოში. ასეთი შემთხვევებიც გქონია. მე ბევრი შემთხვევა გიამბეთ. ახლა თქვენი გულის გატეხვა არ მინდა. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ საშინელ დანაშაულებს, რომლებსაც ხშირად თავად ვიახალისებთ. არავითარ შემთხვევაში არ გასცეთ, არ ჩარიცხოთ თანხა ბოროტმოქმედთა ჯიბისთვის. მათ აქვთ ანგარიში ბანკში. ისინი არ წერენ ვისია ეს ანგარიში. წერენ დამეხმარეო. აი ეს ბავშვი საავადმყოფოში ყვდება. ფოტო კი ინტერნეტიდან ან საავადმყოფოდან, სადაც ჩუმად მივიდნენ და გადაუღეს ფოტო რაიმე დაავადებით მომაკვდავ ადამიანს. ან შეუთანხმდნენ თაღლით ექიმს, რომელმაც ამ გადაღების უფლება მისცა. არა, ასე არ შეიძლება. ეს ნამდვილი დანაშაულია. კანონში ამას თაღლითობა ეწოდება. ანუ ნდობის ბოროტად გამოყენება. ნამდვილი თაღლითობა. კიდევ რა მტკიცებულებები სჭირდებათ იმ ორგანოებს, რომლებიც ამ საქმეებით უნდა იყვნენ დაკავებულნი. ასეთი ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ არა, ის არ ზის. ისინი აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც საჯაროდ გამოდიან აღშფოთებული სახეებით. შეხედეთ, როგორ მდიდრდებიან თქვენს ხარჯზე. მე არ ვიცი, რა ფონდები დარჩა. შემიძლია მხოლოდ ერთი ფონდი დავასახელო, მაგრამ ის ძალიან ცუდად მუშაობს. იქ დავიწყე, გამოცდილება უნდა მიმეღო. იქ კი გამოცდილების მიღება ვერ შევძელი. რომის პაპი მილიარდებს, ათეულობით მილიარდ დოლარს გასცემს მთელ მსოფლიოში. მათ აქვთ ორგანიზაცია კარიტასი, რომელიც ვალდებულია დაეხმაროს ადამიანებს. მაგრამ იმის გამო, რომ ისინი იქ თავიანთ მქადაგებლებს გზავნიან, მქადაგებლებს თავზე ფრთები და შარავანდედი არ უჩნდებათ. მე ვნახე თაღლითი. თაღლითი იქ. მერე სხვა მოვიდა. ის არ იყო თაღლითი. მან საერთოდ არ იცოდა რა უნდა გაიგეთებინა.
კოშმარია. Ну, ახლა იმედი მაქვს, რომ კარიტასში ყველაფერი რიგზეა. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ ეს ფონდია. არის სხვა ფონდებიც, უფალი შეეწიოს. მე არ ვიცი. თავად გაარკვიეთ, ვინ არის კარგი და ვინ ცუდი, მაგრამ ჩვენს საიტზე, რომლის შექმნაზე ძალიან ბევრი საკუთარი ფული დავხარჯე, თითოეული კაპიკია ასახული. ჩვენ თქვენი კეთილსინდისიერების იმედი გვაქვს. მე პირადად გეუბნებით, როგორც ადამიანი, ვისაც მსოფლიოში ყველანაირი თანამდებობა ეკავა, სამგზის პარლამენტის დეპუტატი და ორგზის იმ ქალაქის მერი, რომელიც ორჯერ დიდია საქართველოზე. მე პირადად გეუბნებით, რომ თუ ღმერთთან სულით ხართ დაკავშირებული, დაეხმარეთ. დაეხმარეთ, რადგან მე აღარ ვიქნები. შესაძლოა ამ წამსვე აღარ ვიყო. მართალია, ახლა თითქოს არ ვარ გულნადგენი, მაგრამ როდესაც უკანონობას ვხედავ, ეს კი უკანონობაა, ნამდვილი უკანონობა. ანუ თითქოს საქართველო რაღაც ბნელი ძალებით არის მოცული. მე რომ აღარ ვიქნები, შემდეგ რა მოხდება? როგორ დაეხმარებით მათ, ვისაც უჭირს? იქნებ რომელიმე მინისტრს, არ მთავრობას მიაკითხავთ. არ მიაკითხავთ. ხოლო ისინი, ვინც უხელმძღვანელებს ფონდს, მე რომ აღარ ვიქნები, ვერაფერს გააკეთებენ. თუ ვერ შევარჩევ ისეთ ადამიანს, ვინც შეძლებს შემცვალოს, მაგრამ მე მაგარი ბიზნესმენი ვარ და ეს ძალიან გამომადგა ფონდის შექმნისას. ჩემთან კაპიკსაც ვერავინ მოიპარავს. ვერც ერთ თეთრს. დიახ, შესაძლოა სადღაც იმდენად ეფექტურად ვერ ვიმოქმედეთ. ყველაფერი ვერ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ წარმოუდგენელი რამ. ჩვენი ფონდი ყველაზე დიდია მთელი ყოფილი SSRK-ის ტერიტორიაზე და ეს თქვენ ხართ. მეგობრებო და არა მე. თქვენ შეეცადეთ და გააკეთეთ ისე, რომ 300,000 ადამიანი მუდმივად, ზოგი კაპიკებით, თეთრებით, უბრალოდ საბჭოთა კავშირში გავიზარდე. ზოგი რამდენიმე თეთრით, ზოგი კი უბრალოდ ლოცვით, მილიონობით დოლარის ღირებულების წარმოუდგენელი პროექტების განხორციელებაში გვეხმარებით. და ჩვენ ვეხმარებით. არ მინდა თავისქება, ეს არაა ჩემი თემა. შემომხედეთ მე და დაფიქრდით, რა მჭირდება ცხოვრებაში. ხორცს არ ვჭამ, ხიზილალას არ ვჭამ, თევზსაც კი არ ვჭამ. აი ახლა აქტიმელი დავლიე. დღის განმავლობაში კი ან ვერმიშელს ვჭამ, ან რაიმე სხვა უხორცო საკვებს. ძირითადად კი წამლებს ვიღებ, მაგრამ მე ჯერ კიდევ კარგად ვაზროვნებ. გესმით? ფურცლის გარეშე ვლაპარაკობ. გულიდან გულამდე ვსაუბრობ. მომისმინეთ. ნუ აძლევთ ფულს არამზადებს. ხდება ხოლმე ისე, რომ ეს ადამიანი პირდაპირ მნიშვნელობით თაღრითი არ არის. ის არ ამბობს, რომ საქველმოქმედო ფონდს წარმოადგენს. უბრალოდ წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ისტორიას გიზიარებთ. დიახ, მას უბედური შემთხვევა შეემთხვა და ოპერაცია სჭირდებოდა. მან ეს ისტორია გამოაქვეყნა და თქვენ დაეხმარეთ. მაგრამ შემდეგ ამავე ისტორიას წლების განმავლობაში ისევ აქვეყნებს. ყველაფერი უკვე დასრულებულია. შესაძლოა ეს უკვე აღარც არის ცოცხალი. იქნებ მისმა ახლობლებმა გააგრძელეს ეს თაღლითური საქმე. არ ვიცი. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი. ეს არასწორია. როდესაც ადამიანები გეკითხებიან, სჭირდებათ თუ არა დახმარება, ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით. იცოდეთ, ჩვენ თქვენთან, ჟურნალისტებთან ერთად მოვალთ. ყველაფერს საკუთარი თვალით ვნახავთ და სანამ არ გვაჩვენებთ ყველა სამედიცინო დოკუმენტს, მაი როგორ ვამოწმებთ.
ყველა ცნობას და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად და ვის მიმართეთ, რადგან სანამ ადამიანებს მოვუწოდებ, რომ თქვენთვის ილოცოს ან დაგვეხმარონ, ჯერ ვეკითხები. ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეთ და სხვათა შორის ახლა ის ბევრად უკეთ მუშაობს. თქვენ ჯერ ყველა ოფიციალური გზა უნდა გამოიყენოთ. აქ ორი თემაა. ერთი ჩვენი უფალი, ყოვლის შემძლე ღმერთი. მასთან მიდით. დაეხმარეთ მათ, ვისაც უჭირს. მეორე მხრივ კი მე იმ ადამიანებს მივმართავ, რომლებსაც არ ესმით სად აღმოჩნდნენ, რომლებსაც არ ესმით, რომ ყველა ხალხი ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორც თავად აძლევს ხმას, როგორც საკუთარ სახელმწიფოს აღიქვამს, საკუთარ პასუხისმგებლობად. ბევრს ჯერ კიდევ გონია, რომ როგორც საბჭოთა კავშირში იყო, რომ ვიღაც სადღაც მათზე იზრუნებს. არა, მათ შესახებ არავის სმენია, ისინი არავის ჭირდებიან. და იცით ასეთი რამდენია? 600,000 ადამიანი. მეგობრებო, მე სიკეთისკენ მოგიწოდებთ. ცხოვრებაში იმაზე დიდი საქმე არ არსებობს, ვიდრე უცნობი ადამიანის დახმარება. რატომ უცნობის? იმიტომ რომ მშობლების, შვილებისა და ახლობლების დახმარება ისედაც თქვენი მოვალეობაა. ეს ნათესაური ვალდებულებაა. მაგრამ ღმერთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ არავინ იცოდეს. რომ ეს გააკეთოთ მხოლოდ სინდისის კარნახით. სინდისისა, რომელიც მხოლოდ მასთან არის დაკავშირებული. რადგან როდესაც მის წინაშე წარსდგებით, ყველაფერი ეცოდინება. და მიიღებთ იმას, რასაც იმსახურებთ, მაგრამ არა მხოლოდ იქ. თქვენ ჯილდოს აქაც მიიღებთ. ღმერთისგან იმდენი მივიღე, ვერც კი წარმოიდგენთ. მან განკურნა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები. მან მომცა შესაძლებლობა თქვენთან ვისაუბრო, როგორც დეპუტატმა და ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის მერმა. ამიტომ მეგობრებო, დღეს აუცილებლად დაურეკეთ მშობლებს. ხვალ კი არ დაგავიწყდეთ ლოცვა, სულ ორი სიტყვა. გმადლობ უფალო, სიცოცხლის კიდევ ერთი დღისთვის. და ეს დღე ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყოს. და ეს აუცილებლად მოხდება. ადრე თუ გვიან, მაგრამ აუცილებლად მოხდება. და ნუ ემდურით უფალს, თუ რაღაც ცუდი ხდება. ცუდის შემდეგ კარგი მოდის. და ხშირად ის სიკეთე 10-ჯერ აღემატება იმ ცუდს, რაც მანამდე გადაიტანეთ. უფალმა სინას მთაზე უთხრა მოსეს. და ამის შესახებ წერილობითი მოწმობებიც არსებობს. მე ვარ შენი ღმერთი. და სხვა ღმერთები არ გეყოლება ჩემ გარდა. არ მოიპარო. არ მოკლა. და ასე, 10-ვე მცნება. ჩვენ წმინდანები არ ვართ. და ალბათ ვერც გავხდებით. მაგრამ ერთ-ერთი უდიდესი რამ, რასაც ღმერთის თქმით ადამიანის სიცოცხლეში შეიძლება აკეთებდეს, არის თანაგრძნობა იმის მიმართ, ვისაც ძალიან უჭირს. და გახსოვდეთ, ასეთი ადამიანი 600,000-ია. თქვენ კი გისურვებთ მეტი ფული იშოვოთ და უფრო მეტად დაეხმაროთ მათ. ისინი თქვენს დახმარებას ელიან. მაგრამ არ წაახალისოთ თაღლითები და ამოწყდნენ სიღარიბეში თქვენი ფულის გარეშე. თუმცა მხუმრობ. არავის უსურვებს სიკვდილს. იცხოვრონ როგორც უნდათ, ეს მათი საქმეა. მთავარია თქვენ დარჩეთ პატიოსნები თქვენს ზრახვებსა და ქმედებებში. დღესვე დაურეკეთ მშობლებს. შემისრულეთ ეს თხოვნა. გეხვევით და კოცნით. მე ადამიანები მიყვარს. თქვენი იმედი მაქვს. წარმატებები, აბა დროებით.